კატაკლიზმები არ იჭიმება თვეების განმავლობაში, ისინი დღეებად იკუმშება. რეკორდული ქარი ახალ ზელანდიაში, ტორნადოები იტალიაში, ანომალიური სიცხე პარაგვაიში, სასიკვდილო ზღვები შეერთებულ შტატებსა და ევროპაში და ხალხი, რომლებიც ამისთვის მზად არ არიან. ამ გამოშვებაში შემდეგ, გასული კვირის კლიმატური მოვლენების დეტალები და ერთი მნიშვნელოვანი კითხვა მათთვის, ვისაც ადრენალინი და მღელვარება უყვარს. ახალი ზელანდია. 16 თებერვალს ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულს ძლიერი შტორმი და კოკისპირული წვიმები დაატყდა თავს. დედაქალაქ ველინგტონში ქარის რეკორდული სიჩქარე 193 კმ/სთ-ში დაფიქსირდა. ეს ქალაქში ქარის ყველაზე მაღალი სიჩქარეა ბოლო 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. კუნძულის სამხრეთ ნაწილის სანაპიროზე ქარის ნაკადებმა წარმოუდგენელ 240 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია. შტორმმა სატრანსპორტო სისტემის ფართომასშტაბიანი შეფერხება გამოიწვია, ფრენების უმეტესობა გაუქმდა ან გადაიდო. კუკის სრუტის გასწვრივ რკინიგზისა და ბორნის მომსახურება შეჩერდა. ქარის ნაკადებმა ხეები წააქცია, სახურავები დააზიანა და ელექტროგადამცემი ხაზები დაწყვიტა, 10,000-ობით მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ველინგტონის რეგიონში ღამით 200 მმ-მდე ნალექი მოვიდა. წყალდიდობის გამო რამდენიმე მაგისტრალი დაიკეტა, ხოლო ერთ-ერთ ოლქში მეცქარმა დაახლოებით 20 მანქანა ჩაკეტა. ლეიქფერის სოფელი მოწყვეტილი იქნა მას შემდეგ, რაც მასთან მიმავალი ერთადერთი გზა ჩაირეცხა. ადგილობრივებმა ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს და მიუწვდომელ ხიდზე მარაგი გადასცეს. უკრაინა. გასულ კვირას უკრაინაც მძიმე ამინდის გამო დაზარალდა. ძლიერი თოვლი მოვიდა ჩრდილოეთ და დასავლეთ რეგიონებში. კიევში საცობები შეიქმნა, ყველაზე ცუდი საგზაო პირობები დაფიქსირდა დედაქალაქის მთავარ მაგისტრალებზე, განსაკუთრებით აღმართებსა და დაღმართებზე. მოხდა მრავალი ავარია და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან გრძელი რიგები წარმოიქმნა. 16 თებერვალს დნეპროპეტროვსკის რეგიონში წამში 20 მეტრის სიჩქარის ქარი მძვინვარებდა. კრივოი როგში დააზიანა ხიდის მოაჯირი, ხოლო დნეპროში რამდენიმე შუქნიშანი წააქცია. ანომალიური ყინვების შემდეგ მოკლევადიანი დათბობის პერიოდი დაიწყო, რამაც თოვლის სწრაფად დაადნო. რამდენიმე რეგიონში ძლიერმა წვიმებმა მხოლოდ გააუარესა სიტუაცია. გაყინულმა მიწამრა შეძლო წყლის შთანთქმა, რამაც წყალდიდობა გამოიწვია. კროპივნიცკის ქალაქში მდინარე სუგოკლია გადმოვიდა კალაპოტიდან და ტბორაოცის სახლი და ბიმის ცხოველთა თავშესაფარი. ცხოველები წყლის ხაფანგში იყვნენ ჩარჩენილები და წყლის დონე იმდენად დავიდა, რომ მათი ვოლიერები და სათავსოები დატბორა. ასობით კატა და ძაღლინავით ხამით გადაარჩინეს და იმ ადამიანებს გადასცეს, ვინც მათ მზრუნველობაზე დათანხმდა. სუმის თემში საცხოვრებელი ტერიტორიებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დატბორვის გამო სტიქიური საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ჩერკასის რეგიონში მდინარე ველიკავისი კალაპოტიდან გადმოვიდა და ხიდი დატბორა, რამაც სატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხა. პოლტავას ოლქის ქალაქ ლოხვიცასთან ახლოს მინდორის ზღვა იქცა. ხარკოვის ოლქის რამდენიმე რაიონში ასობით სახლი დაიტბორა, იმ ადგილებშიც კი, სადაც ასეთი წყალდიდობა აქამდე არასდროს მომხდარა. 18 თებერვალს ქვეყანაში ყინვები დაბრუნდა, რასაც თან ახლდა ყინულიანი წვიმა და თოვლი. დნეპროპეტროვსკის რეგიონში ელექტროგადამცემი ხაზები ყინულით იყო დაფარული, ძლიერმა ქარმა კი ელექტროგადამცემი ხაზების არაერთი დაზიანება გამოიწვია. რეგიონში 191 დასახლებაში 31,000-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. კრივოი როგში ტრამვაისა და ტროლეიბუსების მოძრაობა შეჩერდა მოყინული მავთულხლართების გამო. ნიკოლაევის რეგიონში ყინულიანი წვიმის შემდეგ ზოგიერთ ადგილას მინდვრები გაყინულ ტბებს დაემსგავსა, ნერგები კი ყინულის სქელი ქერქით იყო დაფარული, რამაც ფერმერების თქმით შეიძლება მცენარეების ჟანგბადის შიმშილი გამოიწვიოს ტემპერატურის უცარყევებთან ერთად. ეს საფრთხეს უქმნის მომავალ მოსავალს. იტალია. 17 თებერვალს იტალიის სხვადასხვა რეგიონში 24 საათზე ნაკლებ დროში 2 ტორნადო ჩამოყალიბდა. პირველმა ძლიერმა აიღეს ერთნახევარმა ტორნადომ ბრინდიზის პროვინციას დაარტყა. მან თითქმის 10 კილომეტრის სიგრძისა და დაახლოებით 360 მეტრის სიგანის ნგრევა დატოვა. ტორნადომ ხეები ამოძირკვა, შენობებს სახურავები გადახადა და მზის პანელები დააზიანა. ის ფაქტი, რომ ინციდენტი ღამით მოხდა, სავარაუდოდ ამან გამოიწვია მსხვერპლის თავი დანაცილება.
მეორე, უფრო ხანმოკლე ტორნადო ავერსას ქალაქთან ახლოს დაფიქსირდა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ასეთი ძლიერი ტორნადოები წლის ამ დროს ძალიან იშვიათია, მაგრამ ამჯერად ატმოსფერული პირობები განსაკუთრებით ხელსაყრელი იყო მათი ჩამოყალიბებისთვის. პარაგვაი. თებერვლის შუა რიცხვებიდან ცენტრალურ სამხრეთ ამერიკაში უჩვეულოდ ცხელი ამინდი დადგა. პარაგვაიში ტემპერატურამ +40 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. გასაგრილებლად ხალხმა მასობრივად ჩართო კონდიციონერები, ვენტილატორები და სხვა ელექტრომოწყობილობები, რამაც თავის მხრივ გადატვირთა ელექტროქსელი. ალტო პარაგვაის დეპარტამენტის ქალაქ პუერტე ოლიმპიში მხოლოდ 17 თებერვალს ელექტროენერგიის 5 გათიშვა მოხდა და ელექტროენერგიის მატებამ საყოფად ცხოვრებო ტექნიკის გაუმართავობა გამოიწვია. 18 თებერვალს დღის განმავლობაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მოხდა. იტაიპუს ჰიდროელექტროსადგურის კაშხლიდან ელექტროგადამცემი ხაზები გაითიშა, რის გამოც ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. საავადმყოფოებმა და სამედიცინო დაწესებულებებმა სასწრაფო დახმარების განყოფილებების მხარდასაჭერად გენერატორები გამოიყენეს. ბიზნესებმა ზარალი განიცადეს გაფუჭებული საკვებისა და მედიკამენტების გამო. ტუმბოების გათიშვამ წყალმომარაგების შეფერხება გამოიწვია. ქვეყნის დედაქალაქ ასუნსიონის გარეუბანში რამდენიმე ტრანსფორმატორი აფეთქდა და პრობლემები შეექმნა სატელეფონო კავშირთან დაკავშირებითაც. თავად ასუნსიონში, ასევე სიუდადელა დელ ესტესა და ენკარნასიონის ქალაქებში შუქნიშნების გათიშვამ საგზაო მოძრაობის კოლაფსი შექმნა. ელექტროენერგია იმავე დღის საღამოს აღდგა, თუმცა ინციდენტმა კვლავ გააჩინა კითხვები ეროვნული ქსელის მიერ ექსტრემალური ამინდის პირობებში პიკური დატვირთვის გაუმკლავების უნართან დაკავშირებით. არგენტინა. 18 თებერვლის საღამოს, ძლიერი სიცხის ტალღის შემდეგ, ცენტრალურ არგენტინას ძლიერი კონვექციური შტორმი დაატყდა თავს. შტორმის ყველაზე ძლიერი ზემოქმედება კორდობას პროვინციის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში იყო. ისლავერდეს ქალაქში ძლიერ მაწვიმამ, რომელსაც თან ახლდა დიდი სიტყვა და ქარის ძლიერი ნაკადები, დააზიანა სახურავები და მანქანები. სერანოს ქალაქში ქარიშხალმა არა მხოლოდ ხეები მოგლეჯა, არამედ გაანადგურა სპორტული და კულტურული ცენტრის ინფრასტრუქტურაც, დაანგრია 4 განათების კოშკი. ხოვიტას ქალაქში სულ რამდენიმე წუთში 90 მმ-მდე წვიმა მოვიდა, რამაც გამოიწვია წყალდიდობა უზარმაზარ ტერიტორიებზე და სახლების დატბორვა. ალმაპუერტესა და ემბალსეს ქალაქებში ჩოგბურთის ბურთის ომის გიგანტური სიტყვა ჩამოვარდა. შტორმის სიმძიმის გამო გზა კრიტიკულ მდგომარეობაშია. შტორმის გამო კორდობა როსარიოს გზატკეცილზე სულ მცირე 6 სატვირთო მანქანა გადაბრუნდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. თოვლის სვავები. 19 თებერვალს რუსეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში სპონტანური თოვლისვავი ჩამოწვა. დაახლოებით 135,000 კუბური მეტრი თოვლის მასა ოფიციალურად ზავის საშიშროების ზონის გარეთ ჩამოვარდა და სოფელ არხიში მდებარე დასასვენებელი ცენტრი ნაწილობრივ დაფარა. დაზიანდა 4 სასტუმრო სახლი, 1 დამხმარე შენობა და 2 მანქანა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა ან დაღუპულა. რამდენიმე ადამიანი თოვლის ქვეშ იყო მოყოლილი, მაგრამ მაშველებმა სწრაფად ამოიყვანეს ისინი და არავის დასჭირდა სამედიცინო დახმარება. 17 თებერვალს, კალიფორნიაში, ამერიკაში 4 მთამსვლელის და 11 ტურისტისგან შემდგარი ჯგუფი სიერა-ნევადის მთებში სამდღიანი სათხილამურო ტური დამბრუნდებოდა. იმ დილით დაახლოებით 100 მეტრის სიგრძის თოვლი ჩამოწვა კასტ-პიკთან ახლოს. სამწუხაროდ 9 ადამიანი მაშინვე გარდაიცვალა. 6-მა გადარჩენილმა საგანგაშო სიგნალის გაგზავნა შეძლო. ძლიერმა თოვლმა, ძლიერმა ქარმა და თითქმის ნულოვან მახილვადობამ შეაფერხა სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ჩართული იყვნენ ბლეკ ჰოკის ვერტმფრენების სახმელეთო ჯგუფები და სამძებრო ძაღლები. შედეგად დახმარება მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მოვიდა. 2 მოლაშქრე დაშავებული საავადმყოფოში მოათავსეს. შეერთებულ შტატებში 1950 წლის შემდეგ მეორე ყველაზე დამანგრეველი ზვავი იყო კასტ-პიკის კალიფორნიის ისტორიაში. თებერვალში ალპებში ორკვირიანი ინტენსიური თოვლის შედეგად ზოგიერთ ადგილას 3 მეტრამდე ახალი თოვლი მოვიდა. ამან ძლიერ ქართან და არასტაბილურ თოვლის საფართან ერთად ათობით ზვავი გამოიწვია. სამაშველო ჯგუფები უკიდურესი დატვირთვის ქვეშ მუშაობდნენ და ასობით საძიებო სამაშველო ოპერაციას ატარებდნენ, რომლებშიც მონაწილეობდნენ საჰაერო სასწრაფო დახმარების მანქანები, ძაღლების ჯგუფები და მთის სამაშველო ჯგუფები. შვეიცარიაში ზვავის სიტუაცია უკიდურესად დაძაბული იყო. ზედიზედ 7 დღის განმავლობაში ქვეყნის ერთ რეგიონში გამოცხადდა მეოთხე დონის ზვავის გაფრთხილება.
ხოლო ვალეს კანტონის ზოგიერთ რაიონში გაფრთხილებებმა მაქსიმუმ მეხუთე დონეს მიაღწია. ექსპერტების თქმით, ასეთი ხანგრძლივი პერიოდი ასეთი კრიტიკული ზღვის სიტუაციით იშვიათია. ვალეს კანტონში 17 თებერვლის სტილით მთის სოფელწელმათთან ახლოს თოვლის მასამ გამვლელი მატარებელი დაფარა. მგზავრებიდან არც ერთი არ დაშავებულა, მაგრამ ისინი შოკირებულები იყვნენ და ეს გამოცდილება სიურეალისტურად შეაფასეს. ერთი დღით ადრე სოფელ გოპენშტეინის მახლობლად კიდევ ერთმა ზომმა მატარებელი რელსებიდან გადააგდო, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა. დიდი ზვავების გამო ბერნის, გლარუსისა და ვალეს კანტონებში რამდენიმე ხეობა დროებით მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. ტრაგედია დატრიალდა გრაუბუნდენის კანტონში. 17 თებერვალს დღისით ზღვის შედეგად მამაკაცი დაიღუპა შვილთან ერთად თხილამურებით სრიალის დროს. ადრე 15 თებერვალს პარსენის სათხილამურო კურორტზე თოვლმა სნოუბორდისტიც დაფარა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თებერვალს საფრანგეთის კომუნალ აგრარში ზემო ალპების დეპარტამენტში სასიკვდილო ზვავმა 5 მოთხილამურისგან შემდგარი ჯგუფი ტრასის გარეთ დაფარა. 2 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. საუის დეპარტამენტში ვალუარის სათხილამურო კურორტზე უეცარი ზღვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი მძიმედ დაშავდა. ზამთრის დასაწყისიდან საფრანგეთში ზვავებს 28 ადამიანის სიცოცხლე ამსხვერპლავ ორჯერ მეტი, ვიდრე ბოლო 20 წლის განმავლობაში წლის ამ დროის საშუალო მაჩვენებელით. 15 თებერვალს იტალიის ალპებში ვალვენის ხეობაში ძლიერი ზვავი ჩამოწვა. თოლმა მონბლანის ძირში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფრირაიდის მარშრუტზე ტრასის გარეთ მოთხილამურეების ჯგუფი დამარხა. სამძებრო ოპერაციაში 15 მაშველი, 3 ძაღლის ჯგუფი და 2 ვერტმფრენი მონაწილეობდა. სამწუხაროდ 3 ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხოლო ავსტრიის ფედერალურ მიწაზე ტიროლში 20 თებერვალს 32 ზღვის ინციდენტი დაფიქსირდა, რომელიც ნახევარში ადამიანები მონაწილეობდნენ. ყველაზე ტრაგიკული მოვლენების ცენტრი ანტონ ამ ლარიბერგის კომუნაში განვითარდა. შუა დღისას აქ მოხდა უკიდურესად დიდი ზვავი, დაახლოებით 450 მეტრის სიგანისა და თითქმის 1 კილომეტრის სიგრძის, რომელიც პოლიციის ცნობით შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო 5-კაციანი ჯგუფის მიერ ფერდობების გარეთ სრიალის შედეგად. 3 ადამიანი თოვლიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს. დანარჩენი 2 მოთხილამურე დაშავდა. იმავე დღეს ნაუდერ სისტემში 42 წლის მოთხილამურე და მისი 16 წლის ვაჟი ტრასის მიღმა ფერდობზე გადადიოდნენ. მოულოდნელად ზვავი ჩამოწვა, რომელმაც ორივე მტიდან 200-300 მეტრის სიმაღლეზე ჩაიყვანა, მოზარდი ზედაპირზე დარჩა და დაზიანებების მიუხედავად დახმარების გამოძახება მოახერხა, თუმცა მამამისი თოვლის ქვეშ აღმოჩნდა და ადგილზე გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. სულ რაღაც 2 დღეში ავსტრიაში ზღვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. სტიქია მხოლოდ სათხილამურო ტრასებზე კი არა, სხვა ტრასებზეც იმოქმედა. 20 თებერვლის სტილით ზღვი ქალაქ შტოხახთან ახლოს ლეხტალშტრასეზე ჩამოწვა და ავტობუსი გზიდან გადააგდო. შიგნით 12 ადამიანი იმყოფებოდა, ძღოლის ჩათვლით, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ევროპაში დღეს განხილულ ტრაგიკულ ინციდენტებს ერთი რამ აერთიანებთ. ყველა მსხვერპლი მომზადებული სათხილამურო ტრასების გარეთ სრიალებდა და ამას გაცნობიერებულად აკეთებდნენ. ისინი ალბათ საკმაოდ გამოცდილი და თავდაჯერებული სპორტსმენები იყვნენ, რადგან არ ეშინოდათ რთული ტრასის გადალახვა. მაგრამ სწორედ ეს თავდაჯერებულობა შეიძლება გახდეს ბოლო შეცდომა. დღეს ჩვეულებრივ რისკებს ახალი ფაქტორი დაემატა. კლიმატი იცვლება უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ და ახლა იქმნება პირობები, რომლებიც უბრალოდ არ არსებობდა წლის ამ დროს და ამ ადგილებში ადრე. რეალობა შეიცვალა, მაგრამ ჩვენ გვალვძველი სტანდარტებით ვცხოვრობთ. წესები ხშირად ვიღაცის მწარე გამოცდილებაზეა დაფუძნებული, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ რისკები ადრე გარკვეულწილად გასაგები და მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი იყო, დღეს ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა. გახსოვდეთ მამა-შვილის ისტორია, რომლებიც ავსტრიაში თხილამურებით სრიალებდნენ. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადრენალინის რამდენიმე წუთი მთელი სიცოცხლე დაჯდეს. ჩვეულებრივი ტრასა მოსაწყენად გამოიყურება, ხალხს ნამდვილი შეგრძნებების სურს. მაგრამ ღირს კი ეს დაშვება მოზარდისთვის, რომ სამუდამოდ დაიმახსოვროს ის დღე, როდესაც მამამისი გარდაიცვალა. ადრენალინის არანაირი მოზღვავება ადამიანის სიცოცხლე და ღირს, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და თქვენს გარშემო მყოფებს.